გაუმარჯოს საღამო მშვიდობის 7:09 და ეს იმიტომ მოველი რომ შორინა არ მიჯერებს ხოლმე რომ დაბანილი ვარ და დავმტკიცო 7:09 და ამ დროს ადრე მოვედით დღესაც რაღაც 1 საათით ადრე რა ხო და რა ქვია ამ დროს გაჩერებაზე რო დგავართ ხოლმე არის უკუნეთი ბაზრობაზე რო დგავართ ხოლმე ეხა ნახეთ ეგ კი არა მზე ისევ არის ჯერჯერ გავთიშე შემთხვევით ძალიან ცოტა დრო მაქვს ვიდეოს ჩასაწერად ზოგადად გავშვრე და ისევ ჩავიდე დაბლა რადგან საჭველის უშეჭამეს მოვალ აქამდე ყავით მოვედი ჩემი ბედის ორი კვირაა წყალი მოდის უწყვეტივ და აბანო შეველი მაშინ დაწყდა მაშინ კი დაწყდა ხო მაშინ დაწყდა რო გავიქაფე მაშინ დაწყდა და მე შემცირდა ხო და ის კიდე კაი ანუ მარაგის ბოჭკა ბაკზე და რაღაცა იყო რომ იქიდან დავკეტე იქიდან გადავდე ჯერამდე გამოვედი კუხნაში გვაქვს ის კალონკა და მეთქი რა სჭირს და აშკარად არ მიეწოდებოდა ნაპორი არ ქონდა და აცხელებდა 90 გრადუსზე მეთქი ხლა იმათ თუ დაიჭექა კარგად აბაქვს და ტიტლიკანა გავშეკავდი ხო და მე მივხვდი რაშიც იყო საქმე და აი ეგრე რა მოტორზე გადავაერთე და ეხა ყველაზე მაგარი კიდე ორი კვირა წყალი მოდის და კი ვავსებთ დასალევ მარაგს მაგრამ რატომღაც ეს დღეები არ ავავსებ და ერთი ძალი 5 ლიტრიანი გვაქვს მე ხადავლი ერთი კაი მოზრდილი ჭიქა და ერთი სამხი აღარ მინდა თუ ძამლაში არ ავჭამე ეს დღეებია მოკლედ პარასკევს მომივიდა მესიჯი რომ YouTube-ისა ჩაგერიცხებათო 5 სამუშაო დღეესო და ზოგადად მეილზე მესიჯი მოდის ხოლმე ამ თემასთან თუ თაობასთან დაკავშირებით 21-ში და 22-ში ირიცხება ხო არ ჩაირიცხა 22-ში არ ჩაირიცხა 23-ში და უკვე ჭკვიდან გადასვლას ვაპირებ იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი იმ ფულის ნაწილია რომელთაც უნდა ევრო ვიყიდო და ცეკვის ფული გავისტუმრო რომ თურქეთში უნდა წავიდეთ იცით ხო და მე გამახსენდა რომ შაბათი და კვირაა გოგო შაბათი და კვირა საქართველოს ხო ბანკები არ ამუშაობს და ანუ არავინ არ გადმოგირიცხავს შენი თიბისის ანგარიშზე რა ხო და წამან ჩაირიცხა ზუსტად ერთ კვირაში ავიღებ ხელფას იქ სამსახურში და მოკლედ იმ კვირაში რომელიმე დღეს ვიყიდი და მივიტან სალომე მასწავლებელთან და ჩავაბარებ ფულს და ვეტყვი რომ სავე თავისუფალი ვარ არია შაქარი უყავი მაგრამ ბევრი შაქარიც არ მინდა კაცო ეს ჩანს კონციალა თან საერცხით შევყარი და ჯანდაბას ისა მარაგი არის რა არა უშავე ხა 1-2 დღე თუ არა არ მოვა არა უშავე აქეთ იმიტომ ვიწევ შორე ხა შენ გასაგანოთ ვამბობ რომ დაბლა უნდა ჩავიდე და გამიშრეს ფენს კიდე არ ხმარო შორე რა შენ და თვები ერთად ახართ რა ერთი მაშინ რა ქვია ისაც მედით და რაღაცაზე მეუბნევა ხოლმე კიდე ხო რაზე მეუბნევი ხო არ მახსოვს ხო სოკო მაქვს გასაკეთებელი ქამა სოკო მონტანალაშა ისპანახი მაგ გასაკეთებელი ამ ისპანახს რა გადავეკიდე და მეორე მწვანე როა სალათის ფოთოლი ხო და ეხლა გავიკეთებ ნაოშნიკებს და გუში რაც დავგეგმე არაფერი არ გამიკეთებია ვიდეოს მე რომ უნდა გამოვთოვებინა იმიტომ რომ ჩიფსების გაკეთება დავიწყე 3 პარტია გამოვიდა ერთზე ლავაშით უგემრიელესი აი უგემრიელესი იყო მართლა ხო და ეს ზოგადად მე ვხმარობს ყოველთვის კერძში დაღერღილ წიწაკას დაღერღილი როა და მაგისი განსაზღვრა შემიძლია ნუ რამდენი ჩავყარო და რაღაცა და აი დაფქულს არ ვხმარობ ხოლმე ძალიან იშვიათად რა და ვიფიქრე ხა დაღერღილი რა არის ხა 3-4 წელი მართლა რომელს უნდა მიეკრას და ვიხმარა ისა დაფქვილი ცოტა მეტი მოვივიდა
როგორც გველეშაპები ეგ იყვნენ ბავშვები და ისა რომ მივხვდი რომ წარე იყო, ცოტა გავასინჯე და მეც რო გავსინჯე, მე კი მიყვარს და რაღაცა რა, მაგრამ არც ბარბარისთვის შეიძლება მწარე და არც ნინოსთვის. ესე შეიძლებაზე არც ჩემთვის. ხო და მეორე პარტიას ცოტა ნაკლებად ვუქენი და მესამე პარტიას საერთოდ არ ვუქენი, სამ პარტიად გავაკეთე. რომ ნინოსთვისაც მიმეცა და ბარბარისთვის არ შეიძლება მწარე, იმიტომ რომ ისა აქვს. სადინარი აქვს ნაღლის ბუშტის გადაკეცი, ნაკეცი და თუ ან ცივდება, ან გაზიანს ზედმეტს დალევს და ან წარეს და მჟავეს, ან ყველაფერი აჭმევ, მაგრამ დოზირებულად. იმ წუთას კეტავს და საშინო სპაზმს იწვევს. ეგ გავიგე კაი ხნის მერე სხვათა შორის 2 დღის მანძილზე სასწრაფოს ვიძახებდი წლების უკან. რომ აი შავდებოდა ბავშვი, ისე სტკიოდა მუცელი. ცხელ წყალში ჩავსვი ერთხელ და აი რო ხო იცი მაინც რო გადავალ მე ვიფიქრე რომ ბრმანაწლავი არ იყოს და ეგ არ შეიძლება. ხო და სასწრაფომ ვერაფერი ვერ გავუგო და უფრო ბრმანაწლავისკე წავიდა და მე რო გამოკვლევი და ეხო და რაღაცა გავუკეთე მეორე დღეს ვერას თქმა უნდა რომ 2 დღის მანძილზე ვერ გაარკვიეს რა უნდა იყო. ანუ ეგეთი ადამიანი ეგეთი იბადება რა, მოკლედ 100-დან 50 კაცი. და ეს არ სწორდება, ანუ არც გაწუხებს თუ ნორმას დაიცავდა, ეგ ისედაც ეგრე არის. გადაკეცილი რო არა მაქვს რა საუბარი ხლა. ვერ ვიკლავ ხოლმე თავს მწარით. არა მაქვს მე დალით ვიკეცა. აი მე ეს 2 დღე არ ვიცი რატომ მტკივა წელი. სავარაუდოდ ხინკალი რო გავაკეთე, მაშინ მომეხაზა. იმიტომ რომ მალევე მივაყოლე მოვჭი თუ არა ისპანახი და მე ხო მოგიყევით რამდენჯერ ჩავედია, ნუ აი თეკრელებმა რო შემიღიტინა. იმ დროიდან. და გუშინ საკმაოდ მტკიოდა რა და დილასაც რო ავდექი, აი ნასკს რო ვერ ფეხს რო ეკამოსწევ და ისე ჩაიცმევ ნასკს ეგ მომივიდა და ისა გამახსენდა რომ შარშა ზუსტად ეს არა ეს პერიოდი იყო, რაღაც აპრილის დასაწყისი იყო, ესე გავშეშდი. მაგრამ მახსოვს მარტყოფობა იყო, მარტყოფობას აღვნიშნავთ ხოლმე აპრილში და რაღაცა ისეთი ფუშეტი, მოკლედ რა რაღაცა ეს ქონდა რა აღონისციებასავი და მე გამამზადეთ რაღაცეები, მოწვეული სტუმრები და ასე შემდეგ კლუბში იყო ეგ ამბავი. და რა თქმა უნდა ეგეთ დროს ვეხმარებით ხოლმე იქ საჭმელის გამზადება, იქ მილაგება, იქ გაშლა, ესეც რაღაცა ხოლმე ჩართული ესეთის და მაშინ მაგრად ტკიოდა, მაგრამ ყველა ვარიანტში უწავსულიყავი და წინა დღეებში ვიყავი ბაზრობაზე და ვიყიდე ცეკვის ქამარი. ყველაზე, ნუ, აი იოანეს რო უკეთია მსგავსი. და ეგ გავიკეთე. აი ვერც ვიგრძენი ტკივილი, ისე ჩავამთავრე ის დღე და დილას გამახსენდა, შენ ხო ცეკვის ქამარი ხარ დამსახურებული მოცეკვავესავით და გაქ ხარ რა. გამოვიღე, გავიკეთე და ისე ვიყავი სამსახურში. ეხლა მოვიხსენი და აი საერთოდ არ ამტკივა თუ მინდა ბალერონივით ვიცეკვებ ახლა. მართლა მიშველა, აი რო გიჭერს. კი არ გაწუხებს, მაგრამ აი რაღაცა აფიქსირებს რა და კარგად ვარ. აღარ ამტკივა და ახლა წავალ და საჭმელს გავაკეთე. რამდენიმე ჩამოვთვალე. სავარაუდოდ კარტოშკასაც შევწვა. მოიტანა უკვე მარაგი გვეწურებოდა. ხო და რა ვიცი. და გუში რაც ვთქვი რომ დავაუთო ნაუშნიკები და ფილმი მე კი არ მიქნია. წავაირავდი. ხო და ახლა ვიზავ თან გავიკეთებ ნაუშნიკებს და თან უყურე და თან გავაკეთებ, იმიტომ რომ კუხნაში მაქვს ეგ საქმე. ზემოთქვემოთ აღარ უნდა ვირბინო, იმიტომ რომ ნინო დაბანილი იყო და რომ მოვედი უკვე ნამეცადინებელი იყო, აღარ არის საჭირო და ანუ ზემოთქვემოთ არ დამჭირდება სიარული. ეხლა შემეკითხნენ წინაზე, კი გიპასუხეთ იქ, მაგრამ მე კიდე იყო ერთი კითხვა და მინდა გითხრათ ამ ნაუშნიკთან დაკავშირებით. იოანე მომწონსო, კარგიაო. ეს არის ჩემი 12 ლარი მივეცი ხალხნო და ჯერჯერობით რასაც მუშაობს. არის იდეალური, იდეალურად ისმის ხმა და ყველაზე კაი რა აქვს იცი ამას? ანუ არ გიკეთი აი ესე. მოკლედ აი ეს აი ამაში ისე ფიქსირდება შიგნით, რომ ანუ ვაკუუმს აკეთებს და მე როგორც აი კინოთეატრებში, როგორც აი ესეთ დახურულ ყურსას მეში ისე ისმის კარგად ბასები, იმიტომ რომ გარეთ ახმებს ახშობს რა. მაგრამ ჩემთვის არის დისკომფორტი რატო? არის დიდი.
მე არა მაქვს დიდი ყურები. აი ამ ადგილას რო ესა დისკომფორტს გავ თითქოს აი სასაცილოა, მაგრამ თითქოს ვიხჩვებიო. ანუ ამას ლაშას მივცენა. მე როცა გამოვიწერ ახლა ამის გამო არ 12 ლარიას ვერ გამოვიწერ. მინიმუმ 40 ლარის ფარგლებში უნდა გამოვიწერო რა და მე გამოვიწერ ახალს და დავაკვირდები რომ ესეთი არ იყოს, იმიტომ რომ აი მართლა აი ეს ხო ზის, ეხლა ეს ყური სულ ჩამეკეტა, ანუ გარეთ ახმები ძალიან ნაკლებად აი ყრუთ მესმის რა. და აი კარგია. მაგრამ ჩემთვის დისკომფორტია და მუშაობს იდეალურად. და რატო? აი ჯერ მაგალითად მე როდესაც სახში ვარ ხომ და მგონია რომ ვიღაცა მეძახის, მგონია ბავშვი მეძახის, მგონია მეზობელი მეძახის, მგონია რაღაცა მოკლედ და მეშინია რომ რაღაცა ვერ გავიგო, ორივეს ისედაც ვერ ხმარობ ხოლმე. და მიკეთია ერთი. და კაი რა აქვს. ანუ არ ჯდება. ორივეს ამოიღებ დაკავშირების შემთხვევაში ერთი რო ამოიღო და მეორე მე იონე მაგალითად რომ მოვიდა კვდებოდა სიცილით რომ ერთდროულად ვერ ჩავთევ. ჯერ ერთი უნდა დავაკავშირო და თუ მეორე მინდა ის უნდა გავთიშო. ანუ მოვიდა ესეთი რაღაცა, ჯერ ერთი ამოიღო, ერთი ბუდეში იყო, ერთი დაკავშირდა, მე მეორეც რო ამოიღო, მეორე ანუ ის უნდა გათიშულიყო და ის. ასეთ შემთხვევაში ეგ მოსდის. არ ვიცი ახლა აქ ნაყიდი როგორია, ბარბარესი არ არის ეგეთი. ბარბარესას ვერ დააკავშირებ, აქ ნაყიდია და ანუ ეს ორივე უნდა ამოიღო დააკავშირო. ჩააბრძანო მე ერთი და გაიკეთო ერთი. ანუ აქ ისმის. ჩვეულებრივ. მაგალითად როგორც კი შეატყობ რომ გეტყვის ყურში რომ ეს ჯდება, არ ჩადებ ჯერ. არა, არ ჩადებ. ამას ამოიღებ, იმიტომ რომ ეს ორდროულად არის და ამას ჩააბრძანებ. რომელიც დაჯდა და ამით გააგრძელებ. ანუ სანამ ეს დაჯდება, ეს იტენება. აი ესეთი სიტუაცია აქვს, ნახე. ეს უკვე იტენება. ესეც და არა მართლა ძალიან კარგია. მომწონს და არ ვიცი რაღაცაც მინდა გამოვიწერო. მაგრამ თავს ვიკავებ რა, რომ მოდი ჯერ ცეკვის ფული მაგადასახდელი და ჯერ მაგას ვიზავ და მე გამოვიწერ რა. თან ისე მინდა რომ იქ წავიღო თურქეთში რომ რა ვიცი გზადაგზე კაცო რა ვიცი კაცნი ვარ. აი ეს მიხარია რომ მიუხედავად მუშაობისა დღე ამ კვირაში ვახერხებ თქვენთან თუნდაც ერთხელ მოსვლას. ამასთან დაკავშირებით მინდა ესე პატარა ჩანაწერიც გავაკეთო და დანიმუშავებით. მოვიდა ესეთი კითხვა რომ ყოველთვის ესეთ განწყობაზე ვარ თუ არა, ну მოკლედ აი გუში რო ვიდეო ჩავწერე, გუშინდელი დღე მართლა მაგარი იყო, ხა უბრალოდ ნამეტანის თავი მაქვს თორე მე კიდე გარედან ჩავწერდი ვიდეოს, რათა ეგ სიტუაციები მიყვარს. ბევრმა დაწერა კიდე და ეგ ძალიან მახარებს, რომ კატის ამოსვლის პროცესი ეგეც მიყვარს, მეც მიყვარს. ხო და ანუ ესეთი განწყობით ხარ თუ რა თქმა უნდა ესეთი განწყობით ყოველთვის არ ვარ. ესეთ პოზიტიურ განწყობაზე რა თქმა უნდა, ნუ შინაგანად ყოველ შემთხვევაში არის ხოლმე შემთხვევა, რომ შიგნიდან ვერ ვარ კარგად. შეიძლება აი ბევრჯერ მithქვია, რომ არ არსებობს მიზეზი, რომ აი უნდა ვიყო ცუდად, მაგრამ აი ვერა რა, აი არა მაქვს ხალისი რაღაცის კეთების ესე. და მაგ შემთხვევაში აი მართლა ძალიან ბევრჯერ დავხმარებია თქვენთან ერთად ყოფნა. აი თუნდაც ჩემ თავს ვეტყვი, რომ აი სრული არ მაქვს, სრული როგორ აი განწყობა არ მაქვს, რომ ჩართო ვიდეო, მაგრამ უნდა ჩავთო, იმიტომ რომ ვალდებულებაა ეს უკვე ჩემი. ერთ-ერთი სამსახური ხო და ვინც იქ ჩემი თანამშრომლები ხართ, ხო? და ანუ ვალდებულება რაღაცა თუნდაც ერთი ადამიანი გელოდებოდეს თუ ხარ, უნდა იყო. და აი მქონია შემთხვევა, რომ მაგალითად მოდი დღეს არა ვიტყვი. ეს რა არ უნდა ჩაწერო და ბევრჯერ აი ვიცი რომ უბრალოდ ერთი ის ვიცი რომ ავიღებ კამერას და გეტყვით გამარჯობას და აი მე რა უნდა ვთქვა არ ვიცი. ისე თავისით მოდის და ეს რაღაცა დაახლოებით 20 წუთის მანძილზე რაც აი ესე თქვენთან ერთად ვარ ხოლმე და რაღაცა და ხან ის თემაზე გადავახანის რა რჩება 20 წუთი და აი გემშვიდობებით ან ის რაღაცა უხასიათო განწყობა ქრება.
იცით რამდენჯერ აი თქვენთან ურთიერთობა მე კომენტარების კითხვა და რაღაცა ძალიან ბევრჯერ დადებითად წამიყვანა რა და მივხვდი რომ ანუ რატომ უნდა იყოს უთხასიათზე და ზოგადად ეგ განცდა მაქვს ხოლმე და ეგ გადაწყვეტილება მაქვს ყოველთვის რომ ადამიანი საკუთარ გარემოებას, საკუთარ განწყობას იქმნის თვითონ. ნუ ღმერთმა დაიფაროს ყველა იმისგან რომ შენ დამოუკიდებლად რაღაცა ხდება და გვერდსვერაული და განწყობა გიფუჭდება კი არა რაღაცა ბევრ შემთხვევაში ადამიანი კვდები განწყობით, იმიტომ რომ რაღაცა საშინელებას იგებ და რაღაცა და ეხლა ამაზე ვერ ეტყვი საკუთარ თავს. ის კი გაიგე, მაგრამ მოდი რა რაღაცა კარგად იყავ. მაგას არ მომოგმერთმა ყველა დაიფაროს მაგედან. აი იმ შემთხვევას, აი უაზრო შემთხვევების გამო რომ არ ვართ კარგ ხასიათზე, მაგ დროს უთხრა, კაი რა, აი ისედაც ამხელად რო გვაქვს ყველას. და ესე უაზროდ უნდა გავატაროთ და იმის გარეშე, რა ქვია, პოზიტივის გარეშე და ამ დროს საკუთარ თავს შეველი თვითონ. და სულ იმას ვამბობ, საკუთარ განწყობას ადამიანი თვითონ იქმნის ყოველთვის და ეგრეა რა. სახით მოხველით, ზეკვიდან მოხველი თუ პანაშვიდიდან. რა ვთხრამ გამოჩენილი ხარ. რა ხარო? ხო ვარ თქო. არა შეფეთლე გამოდი აბა. არა. 9 ვინა, სკოლაში თუ გზაზე, კი არა და ცეკვაზე თუ გზაზე. და რა მოხდა მე? მარტო რქავა არ თქო. ვერ უთხარი? ცეკვაზე რა ხდებოდა? ჰა. გამომხედე ერთ წამ. ცეკვაზე რამე ახალი ხო არ არის, რამე ხო არ დაგაბარათ? არა. რაფერი რომ მიიწვი. ნინო დაბლა. დაგურთავს. აბანოში შეშლას ხო არ აპირებ? წყალი დაწყდა და იმიტომ გეუბნები, ბაკზი არის და ვარცხნილობას ვიკეთებ. ოჰო, ჩაირთა. კოკი. ეს ორი დღე სამსახურიდან მალე გავიდა. ხვალინდელი დღე და ხო, რა უნდა მეთქო? ხო, მოკლედ განწყობაზე ვლაპარაკობდი რა. ხო და ხშირ შემთხვევაში ღმერთს მადლობა, რომ მაქვს იმისი პირობა უფლება, რომ მივცე თავს კარგი განწყობის უფლება. მეც მადლობა, რომ არაფერი გარშემო ისეთი არ ხდება, რომ წამიხდინოს. ნუ პატარ-პატარ რაღაცებს რო, ანუ მე რასაც არ შეება არ უნდა ინერვიულო, რასაც არ შეება არ უნდა ინერვიულო და ამ დროს უნდა დაიწყო ეგრევე ვაიმე რა მოხდა კი არა. არა, ვაიმე როგორ გამოძრე, როგორ კოკი გამოსავალი მოძებნო. დამთავრდა, ყველა ნერვიულობას რა აზრია. ყველა ხასიათის გაფუჭებას რა აზრია. ეშველება და მე თუ რა? არა. ასე რომ ეგრეა. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ არ მეცალა და ვაიმე თუ მოვასწრებ და ვაიმე თუ რაღაცა და რაღაცა. არა, რატო? დავლევ ყავას ერთი და მოასწრება რა ბალახი მაგასაკეთებელი. ის პანახი მაგასაკეთებელი და თან საკმაოდ კარგებია, ნუ დიდად რჩევა არ უნდა. თან ისე ვაკეთებ. ხავს მოვხრაკავ. ეგრევე გარეცხილს და მოთუთქვის გარეშე ვჭრიე. თან აყრი, თან იხრაკება, მოკლედ. ამის დაჭრას რო რჩევი, იქ ხო თან იშუშება. ვიწყებ წვანის. დავჭრი, ჩავყრი, მიურე, მარილი всё გზად არის. დავთავრდა ერთი. რა სავწვალობდი რა, ჩაყარე მოთუთქე, მერე სანა გაციდება, მერე გაწურე ხელთ, მერე დაჭრი. მაინც თუ უნდა დაჭრე, შეკაი ადამიანი ჩაყარე და ერთად მოითუთქე. რა ვირთულები ცხოვრება.
სოკოს კიდე ჩავყრი წყალში და ქუდებს მოვაცლი. დავალაგებ. და სანამ საჭიროა რომ მაშინ შევაგდებ და შევბრუწყავ. იმაში დუხულკაში. ესეც ესე. დღეს სამსახურში ქვები ავკრიფე რაღაცები თევზის მუცლას ელოდებოდნენ რომ დაეცალათ ბიჭებს და ჩვენ საქმე უკვე დავხეხეთ ყველაფერი დღეს რაღაცა და დავამთავრეთ და ის იყო იქ ვედრაში დავაგროვე. ხო, სანამ დაგებშვიდობებით, ბევრს უკითხია თევზთან დაკავშირებით, რომ რამდენად სანდუო თქვენთან თევზიო და რამდენად კარგად კეთდებაო. ჯერ აი არ ვიცით, შემიძლია თავი დავდო ყველანაირად, იმიტომ რომ რაც მე იქ მუშაობა დავიწყე. ხო. შენი სახით დასაბანი უნდა ვიყორწონა? ეგ რა? კრემი მითხრობა. არ ვიცი რა არის ეგ. აბა მოიწონე, მაქვს შვილო სახით დასაბანი. აბა მე საპრით რა საერთოდ საპრით რა თქვა. ხო და ანუ რაც მე მან დამუშაობა დავიწყე, თევზი ყოველთვის მომაქვს ხოლმე, იქნება ბრაკი, სკუმბრია, ბრაკი, იმიტომ რომ არის კანი გახეულია რაღაცა და დისტრიბუტორებს არ ვაძლევთ, მომაქვს სელდი, შესაძლოა რომ ვჭრით და პატარა კუდები ამოდის, მაგას არ ვამუშავებს, გადავაქვს და რიგრიგობით მოგვაქვს ხოლმე სახლში. სრული უფლება მოგცეს უფროსებმა რომ წაიღეთ. ანუ ეგენი ხო მაქვს. თვალდახუჭული ხო ვენდობი ისე რომ ბავშვებს ვაჭამ, ბავშვებისთვის მომაქვს ხო პირველ რიგში და რას მივეჩვიე? მაღაზიაში შევდივარ და ვხედავ სკუმბრიას, აი უკვე ვიცი რა არის? სახისაა შვილო ნამდვილად იცი? სახის დასაბანი მქონია? მე უფრო კარგად უნდა ვიცოდე შენ რა გაქვს? და რა თქინდა სახის დასაბანი შენ? მინდა კარგად უნდა ვიცო. ალოე ვერა. ეს ის არის ხო რომ უნდა შეიძლება და მე ჩამოიბანო. ბევრი არ ისაქნა, არ ვიცი ხა შენ კანზე როგორ იქნება რა. ეს კი ის არის არ მახსოვს. გერმანული. არა. კი. ხო. ხო, გერმანული. ცოტა ქენი რა, მაინც არ ვიცი. მე არ ვიყენებ არაფერს. ხო, და აი ხა მაღაზიაში შევდივარ ხოლმე და დავინახავ აი ვაკუუმში როდევ სკუმბრია. არ ვიყიდი, აი სულ რო გული მინდიოდეს არ ვიყიდი. იმიტომ რომ უკვე ვიცი, კარგი სკუმბრია როგორი უნდა იყოს. რასაუნდ? აი მართლა მაგარია. მართლა მაგარია. და კიდევ უთქვეთ რომ რომელი იმით უნდა არ ვიცი რამდენად ცლად არის მაღაზიებში ჩვენი თევზი ჩვენსაც ვიტყვი. ეტიკეტზე წერია ლოჭინის ეს მდებარეობს სინამდვილეში კომპანიას ქვია ნეპტუნი. ძალიან მაგარია ხა. თუ შეგხვდებათ, აი თავს დავდებ, აი იქიდან მომაჭერით ცოტა ქვებოდა თუ გიდათ რომ ის კარგი არ იყოს და ბოლოს გეტყვით, დღეს ვყავდნენ შემოწმებაზე და აი ამ ხელა პლუსი და უწერეს, აი ყველაფრით. ყველაფრით. მუშები რაღაცა და მე ვინა ვარ ისა თანამშრომელი. მუშა რაღაცა. თუნდაც მუშა ვიყო ხლა არც ეგარ მეფაზოლი. ჩაცმულობით ხელთათმანით კიდა თუ რაღაცა და ყველანაირი ხსნარებით და იქის სუფთავით და იქის და იქის. აი ამ ვიდექი რა, რომ აი რაღაცა მეაქა ვუშაობ. აი ეგრე. ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ რამდენად კარგია. და კარგი რო არ იყოს, მართლა არ რას მოვიტანე. აი რომ მამა კუდიანად აჭამს. ნინო. ნინო სკუმბრია გიყვარს? შებოლილი ოღო. რა შეგწარს ხო ისე რომ ხელს აფარებ, თვალებზე არ დამანახოთო. შებოლილი როგორ არ გიყვარს ხო? ტყემლით საერთოდ არ გიყვარს. ტყემლითაც უყვარს, ისედაც. ხო და ეხლა უნდა დავიწყოთ მალე სავარაუდოდ პივის თევზები. ხო და ნინოს უნდა წამოვო ბრაკი პივის თევზი. მინდა ნინო? პივის რომელია გამხმარილი. პივაზე რო ვთქნიან ხოლმე აქ შებოლილი არ არის. შებოლილი არ არის პივის, არის ბოლება, შრება. იბოლება, არა, შრება. მარილ წყალში, მე ეს დიდი ოთახი გვაქვს, სადაც სუბადეებით არის და იმაში შრება. ეგ არის.
არიცი, დიდ თავიანს რო ყიდულობენ ხოლმე იქ რო გარეთ რო არჩევენ ხოლმე რო იფცქრება და რაღაცა პივოზე. ხო, აი ეგ. ივანის ძალიან. არის. ჯერ არ არის სეზონი ზამთარში ეგ არ იყიდება, იმიტომ რომ არ აშრება გარეთ. ასე რომ ხალხნო, მართლა კარგია, რა ვიცი. თუ გინდა დამიჯერე, თუ არა და ისევ მოვიტან და შევჭამდა. აჰა, ესეც გაშრა. წავედი ახლა დაგემშვიდობებით, შევუდგე საქმეში. აუ, ხალათში მიდევს თმის რეზინა და ჯვარი რა, გავიკეთე, არა. მარჯვენა ჯიბეში უნდა მედოს. მიდი რა და შევიკრავე ხა თმას, დავიფარებ ხალათის ქუდს, რომ შემწარმოხლეკული სუნი არ ამივიდეს, ისედაც არ ამივა. გამწოვს ჩავთავ და მდგნის ყველაფერს. აუ გამწოვზე ღმერთო აი ხა გამახსენდა შემეკითხენი რომ რა ფირმაო და ვიდეო ვნახე დილაზე აუ ბოდიში რა ეხლა გამახსენდა დილაზე ვნახავ და გეტყვი ვნახე ეს იყო ალბათ ერთი კვირის წინ ვნახე და არაფერი ატყვია იმიტომ რომ რაღაცა ხსნარით გავწმინდე და კარგად რომ მიუსმოს ვის რაც ეკრა წაიშალა მართლა არ მახსოვს რომელი წარმოებისაა და რაღაცა ის საერთოდ არ მახსოვს. ისიც კი არა ვიდეო ვერ ვიპოვე იდე შაშან ახალ წლებში. არა, შაშან წინ. შაშან საერთოდ მანქანა ვიყიდე. ხო და პატარა არის, არ არის დიდი, იმიტომ რომ ჩემი სამზარეულო არ არის დიდი და აი მართლა კარგი არის, რა ვიცი. კვირაში ერთხელ გამწოვის ბადეებს წმენდავ რომ ცხიმი არ ჩარჩეს და მე არ გადის და ისე ვიორთქლებს ხოლმე და ერთხელ დაიორთქლა და მეთქი რა სჭირს თუ გაფუჭდა თუ რა მოვიდა და არა და ჩართულია თქო და მე მივხვდი რომ კარგად არ გადიოდა რა იმაში გამწოვში ის ორთქლდა რაღაცა და დამიორთქლა მაინც თელი სამზარეულო და ეხა კვირაში ერთხელ მანამდე მართლა არ ავწმენდავ გუშინ გავწმინდე და ერთი კვირა ეყოფ ძვირფასად მუშაობს შვენივრად და აი ბოდიში მართლა დამავიწყდა რომ უნდა მენახა. რომ უნდა მენახა კი რომ პასუხი უნდა დამებრუნებინა. ესეც ეს. მაკარონი კი არა, ვაფშე ერთი არ არის შვილი. საჭმელი უნდა გაჭირა და რატო ბრინჯი კი არა და გრეჩი ხარ გვაქვს? როგორ არა შვილი შეხვართვარ პირდაპირ დევს. ეგ და დედა ხალათი მომიტა. ზათვარ საფსახურში წასასვლელად სახლის საფსახურში წასასვლელად ხალხდებო ვინაჯუნებთ პოზიტივს და მივდივარ ვიღიმებით და ისე აი ეხლა რომ შევწუხდე მაგალითად რა რაღაცა და ეშველება მაინც გავაკეთო და გავიღიმო და წავიდი არ მიჩევია შენ ასე ვთქვი წავედი ვიღიმებით და მივდივართ აი ეს ჩავიცვათ ჩვენი აღჭურვილობა ოთახები დალაგებულია რო ამოვარ თუ შნო და ძალა მექნება წერსასრულ ჩავთავ თუ არა და თქვენ კარგად იყავით რა წავედი არა დაიცა არ წავედი ამას უნდა სად არის რა მანდ ჩემი სატენდა ჩემი სატენი კი არის ჩემი კომპიუტერი აი ნინო ზედა წავედით ჩემი კომპიუტერით ჩემი სატენით ჯერჯერობით ჩემი ყურსასმენით და წავედი ხალხნო აბაჰე და აბაჰო მომავალ ვიდეომდე კარგად